გადაუღებელმა წვიმამ ინფრასტრუქტურული პრობლემების შექმნა ფოთშიც დატბორილია ქუჩები და გადავსებულია სანიაური არხები. მოსახლეობის ნაწილს საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაეტბორა. დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები. წყლის განზარალი მიადგა ერთ-ერთ ყვავილების მაღაზიასაც, სადაც თითქმის ყველა ძვირადღირებული მცენარე განადგურდა. ფოთის მერის განცხადებით, ქალაქში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ამ დროისათვის დაზარალებულთა აღრიცხვა მიმდინარეობს. შრომიდან დაიწყო გადაუღებელწინა რა იზი ხოშკაკალიც მესმოდახმა და რა ვიცი ისე ხშირად გადადის რაღაც წყალი მეაწუხელ საშინელება დატვირილი ეზევგე ოჯახებში შეუვიდა ხალხს ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში მოვიდა უხვინალეთი სეტყვასახით რასაც თანახდა ძლიერი ქარი ამ ეტაპზე ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულია ხეები სეტყვის და ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა პირველი სართულები დაიტბორა ქალაქის ქუჩები ამ ეტაპზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამისი სამსახურებით აქტიურადაა ჩართული რომ მოხდეს ზარალის დათვა მოხდეს მოსახლეობისთვის ამ ეტაპზე რის შეძლებაც არის დახმარების აღმოჩენა